ახლა კი გორბის მონაცემებს შემოგთავაზებთ exit polls ვიდრე თიასიჭინაოსგან გავიგებთ კონკრეტულ შედეგებს, მანამდე მეთოდოლოგიის თაობაზე გეტყვით. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბი ატარებს exit polls შემდეგ მუნიციპალიტეტებში, ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით შერჩეულ უბანზე პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავენ თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. დამატებით ინტერვიუერები ეკითხებიან დემოგრაფიულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მონაცემები ეყრდნობა 7/9 გამოკითხულ ამომრჩეველთა პასუხებს, რომლის მიხედვითაც ყველა მუნიციპალიტეტში ჯამურად გამოიკითხა 17,686 რესპონდენტი, სტომილების ზღვარი კი +-2%. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს და თიასიჭინავას უსმენთ. საღამოშიდობისა ხატია ლევან ზუსტად 8 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე გვაქვს შესაძლებლობა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული exit polls შედეგები გაგაცნობთ. მაშინ ასე შედეგები ასე გამოიყურება თბილისი პარტიულ მონაცემს გაგაცნობთ თავდაპირველად. ქართული ოცნება 76.3%, ძლიერი საქართველო ლელო 7.1%, გირჩი 6.8%, კონსერვატორები საქართველოსთვის 3.3%, სხვები, სხვა პარტია 6.5%. თბილისი კანდიდატები ახიკალაძე 77.4%, ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო ლელო 8.8%, იაგო ხვიჩია გირჩი 6.7%, ზურაბ მახარაძე კონსერვატორები საქართველოსთვის 3.2%, ყველა სხვა კანდიდატი 3.9%. ბათუმი ქართული ოცნება 91.6%, გახარია საქართველოსთვის 6.2%, გირჩი 4%, ძლიერი საქართველო ლელო 2.7%, ჩვენი გაერთიანებული საქართველო 2.3%, ყველა სხვა 3.2%. კანდიდატები გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება 91.2%, გოჩა გუგუნავა გახარია საქართველოსთვის 9.3%, კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი კანდიდატი 4.4%, ზვიად კვირიკაძე ჩვენი გაერთიანებული საქართველო 2.6%, თამარ მიქელაძე მამული ენასარწმუნოება 2.5%. ქუთაისი ქართული ოცნება 84.1%, გახარია საქართველოსთვის 3.6%, გირჩი 3.6%, ძლიერი საქართველო ლელო 3.4%, კონსერვატორები საქართველოსთვის 2.7%, ყველა სხვა პარტია 2.6%. კანდიდატები დავით ერემეიშვილი ქართული ოცნება 88.7%, პაატა ზაქარეიშვილი გახარია საქართველოსთვის 5.7%, გიორგი ამაღლობელი საქართველო 5.6%. რუსთავი ქართული ოცნება 79.7%, გირჩი 5.6%, კონსერვატორები საქართველოსთვის 3.8%, ძლიერი საქართველო ლელო 3.5%, გახარია 3.4%, ყველა სხვა პარტია 4%. კანდიდატები ნინო ლაცაბიძე 94.2%, თამარ კეკენაძე გახარია საქართველოსთვის 5.8%. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს იყო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული exit poll.